თავარ კითხვას ირაკლი ალასანია უპასუხებს პრაღიდან, საღამო მშვიდობისა ბატონო ირაკლი, ხმა იგვიანებს და პირდაპირ დავსვავ შეკითხვას. ქართული ოცნების ლიდერები დღეს შეხვდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას მელიას. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაცია იძლევა დაპირებას, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ამერიკული მხარე იღებს საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე. საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა, რომ ჩამთეთ პრაღიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ადმინისტრაციაც, ისევე როგორც ევროპა და ეხლა ვიმყოფები ჩვენ პრაღაში, სადაც სწორედ საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნების ჩატარებას პოსტსაბჭო და სივრცეში, ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იღებდეს თავად ეროვნული სახელმწიფო, ხელისუფლება და ხალხი. იმ ქვეყნის, სადაც არჩევნები ტარდება, მაგრამ პარტნიორი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული იმაში, რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს და ერთადერთი საფუძველი პოლიტიკურად სტაბილური განვითარების არის სამართლიანი არჩევნები და ხალხის ნების გამოვლენა არჩევნების გზით. სწორედ ამიტომაც ესეთი მაღალი, უპრეცედენტო დიდი, ისტორიულად დიდი ყურადღება არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ჩამოდიან არმია და ჯარი დამკვირვებლების მთელ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში ესეთი მაღალი წარმომადგენლობა სადამკვირვებლო მისიების მართლაც არ ყოფილა არასდროს ჩვენს ქვეყანაში და მინდა მართლაც სრული პასუხისმგებლობით თქვა და მივმართო ჩვენს ხალხს, რომ არც ერთ ხმას არ გააყალბებინებენ რეჟიმს. ყველა ხმა იქნება კონფიდენციალური, დაცული და მართლაც ამ არჩევნებით გვექნება საშუალება კონკურენტული გარემო შეუქმნათ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, სწორედ რომ ეს არჩევნები გახდება გადამწყვეტი არჩევნები ქვეყნის ამ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი განვითარების, იმიტომ რომ გვექნება მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ხალხის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული და არა ისეთი ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ჰქონდა 8 წლის განმავლობაში და ერთპიროვნული მმართველობა ჩვენს ქვეყანაში. ამას დაესმება წერტილი სწორედ ამ ოქტომბრის არჩევნებით. ირაკლი, თქვენ აღნიშნეთ ეხლა რომ ძალიან ბევრი ვიზიტი იყო და ვიცი რომ ბევრი ვიზიტი კიდევ იგეგმება არჩევნებამდე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება იყო მიფრობილი ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტის მიმართ რამდენიმე დღის წინ, გულისხმობ სენატორ მაკკეინს, სენატორ ლიბერმანს და სენატორ გრემს. გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ მაკკეინი მიჩნეულია ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ მხარდასაჭერად. გაკეთდა ოფიციალურად დელეგაციის მხრიდან განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ჩამოვიდნენ არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს ქვეყნის მხარდასაჭერად. ლინსი გრემმა აღნიშნა ის, რომ მაკკეინს მეგობრები არ ყავს, მაგრამ მაინც თქვენს კარგად იცნობთ ამ ადამიანებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ისინი საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებს? რამდენად ობიექტური იქნებიან ვითარების მიმართ, გამომდინარე თუნდაც თავიანთი პირადი კავშირებიდან? კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის ჩვენს შევხვდით სენატორების დელეგაციას და მე მინდა ჩემი აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური შტაბ-ეჭდილება გადმოგცეთ, რომ ეს იყო შეხვედრა, რომელზეც დაუფარავად პირდაპირ ვილაპარაკეთ, თუ რა დეფიციტია დღეს ქართულ დემოკრატიულ განვითარებაში, რა დარღვევებს ჰქონდა აქამდე ადგილი უკვე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას და აბსოლუტურად სწორად გულწრფელად გვითხრეს სენატორებმა, რომ მათი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები, მოითხოვონ ესეთი არჩევნების ჩატარება. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, თქვენც აღნიშნეთ, რომ არ აყავთ მათ პირადი მეგობრები პოლიტიკაში, შეიძლება ვიღაცას მეტად იცნობენ, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ ამერიკელი სენატორები, ადმინისტრაცია, ევროკავშირი, ნატო ყველა ერთხმად უჭერს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების გადაცემას პირველად 20 წლის განმავლობაში არჩევნების გზით. ეს არაერთხელ ითქვა თვითონ პრეზიდენტ ობამას მხრიდან, ჰილარი კლინტონის მხრიდან. ამას უბრალოდ უკვე პრაქტიკული განხორციელება მიეცა იმაში, რომ უპრეცედენტო დიდი ჯარი და არმია დამკვირვებლების ჩამოვიდა და არც ერთი ხმის გაყალბების შანსს შესაძლებლობას სააკაშვილის რეჟიმს არავინ აღარ მისცემს. თუმცა მაკკეინმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ხედავს საშიშროებას, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში შეიძლება აქ დაიძაბოს ვითარება, ადვილად არ იქნება აღიარებული არჩევნების შედეგები. მან პირდაპირ გამოთქვა თავისი შიში ამის შესახებ.
ჩვენი კოალიციის ლიდერმა ბიძინა ევანიშვილმა ძალიან ნათლად უთხრა სენატორებს, როდესაც საუბარი შეეხო აღიარების საკითხს, რომ ქართული ოცნება ძირითადი ოპოზიცია, რეალური ალტერნატივა ქვეყანაში, რომელიც მზად არის აიღოს ხელისუფლება თავის ხელში, იძახის, რომ არ გავალთ არც ერთი ნაბიჯით სამართლებრივი სივრციდან. ჩატარდება დემოკრატიული კონკურენტული არჩევნები და შეფასდება ეს არჩევნები როგორც დემოკრატიული და მიიღებს, რა თქმა უნდა, ყველა იმ არჩევანს, რასაც გააკეთებს ხალხი. გაყალბდება არჩევნები, ეს მიუღებელი იქნება პირველ რიგში ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენთვის და ყველა კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებთ ჩვენც და ქართველიც ხალხიც, რომ მისი არჩევანი სწორად იყოს დაფიქსირებული. ეს იყო ძალიან ღიად ნათქვამი ჩვენ შეხვედრაზე. თქვენ ახლაც იმყოფებით პრაღაში და ძალიან ხშირად გაქვთ შეხვედრები, როგორც ოფიციალური, ასევე ალბათ არაოფიციალური. იცით რა მაინტერესებს? ძალიან გულწრფელად რომ მითხრათ, საქართველოს მეგობრები და მათი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ხვდებით, როგორ უყურებენ ქართულ ოცნებას? უყურებენ როგორც იმ რეალურ ძალას, მათ უმეტესობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე არ იქნება. უყურებენ როგორც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართლად პოტენციურად შეიძლება ჩაენაცვლოს ნაციონალურ მოძრაობას და მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, თუ უყურებენ უბრალოდ როგორც ძლიერ ოპოზიციას, რომელიც დაიკავებს მეორე ადგილს და უბრალოდ გააძლიერებს ოპოზიციის ფუნქციებს თუნდაც პარლამენტში. მინდა რომ ძალიან გულწრფელად მიპასუხოთ ამ კითხვაზე. ეკა, რომ აქ არ არის საუბარი არავითარ მეორე ადგილზე, აქ არის საუბარი ხელისუფლების აღებაზე. ხელისუფლება არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, მხოლოდ არჩევნების გზით უნდა აიღოს იმ ძალამ, ვისაც მხარს დაუჭერს სწორედ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. სწორედ ქართულ ოცნებაში ამ კოალიციაში ხედავენ ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. რა თქმა უნდა, უამრავია ოპოზიციური პარტია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებას შესწევს ის ძალა, რომ ხელისუფლება აიღოს და რაც მთავარია, განახორციელოს ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ ეს შეხვედრები, რომელიც დგება თუნდაც ამ დღეებში პრაღაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რომელიც მიძღვნილია სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში 20 წლის შემდეგ დემოკრატიულ პროცესებს და კონკრეტულად ყურადღება არის გამახვილებული საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე და სწორედ ქართული ოცნების დელეგაცია იყო ამ კონფერენციაზე არის მოწვეული. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოლოდინი, რომ ჩაატაროს 20 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისგან დემოკრატიული კონკურენტული არჩევნები ძალიან მაღალია, მაგრამ ასევე ხედავენ, რომ ეს თავისთავად არ მოხდება და უნდა იყოს ძალიან დიდი, სერიოზული, უპრეცედენტო დაკვირვება ყველა უბანზე საქართველოში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თქვენი ეთერით ხალხს. ვერავინ ვერ გაბედავს ერთი ხმის მოპარვასაც კი. ყველა ხმის კონფიდენციალურობა იქნება გარანტირებული და დღეს სწორედ ამ არჩევნებზე დგება ის დღე, როდესაც უნდა გავაგრძელოთ, კიდევ ხაზს უსვამ, გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს შენება, რომელიც დაიწყეს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა. სწორედ ამ კონტექსტშია დანახული, ამ პერსპექტივაში, ამ პოტენციალშია დანახული ეს არჩევნები ევროპაში. იმიტომაც ტარდება ეს კონფერენცია ევროპის შუაგულში, ესწრება სწორედ ბალტიისპირეთის სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები, ყოფილი პირველი პირები ამ კონფერენციას აქ იღებს მონაწილეობას ასევე ეუთოს ოდირის ხელმძღვანელი ბატონი ლენარ ჩიჩი, რომლის სწორედ დასკვნაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული როგორ შეაფასებს მსოფლიო ამ არჩევნებს, ასე რომ მთელი მსოფლიო უყურებს დღეს საქართველოს. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებს, როგორი არჩევნები შედგება და რა თქმა უნდა არჩევნების შედეგები მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, თუ ის იქნება გაკეთებული ხალხის თავისუფალი არჩევანით. როგორ ხედავთ ამ პროცესებში ამერიკის ახალი ელჩის როლს, რომელიც ერთხელ შეხვდა კოალიციის ლიდერებს ამერიკელ სენატორებთან ერთად, დღესაც თომას მელიასთან ერთად და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2 დღის წინ მას ჰქონდა პირადად კოალიციის ლიდერთან 2 საათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა და ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრეს კოალიციის ლიდერმა და ამერიკის ელჩმა, კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორ ხედავთ მის როლს, როგორც წინა საარჩევნო, ასევე საარჩევნო და შემდეგ უკვე არჩევნების შემდგომ პროცესებში? აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ესეთი შეხვედრები ეს ინტენსიურია სწორედ ქართული ოცნების ლიდერთან, ჩვენი კოალიციის ლიდერთან და იმ ძალასთან, რომელიც მზად არის ხელისუფლება აიღოს ხელში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შეხვედრები ბუნებრივია
არ არის კონფიდენციალური, იმიტომ რომ რეალურად საუბარი ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც ღიად ლაპარაკობს კოალიციის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილიც, ამერიკული ადმინისტრაციაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული ადმინისტრაცია თუნდაც ელჩი რომელიმე მხარეს აირჩევს, ძალიან ნათლად ითქვა ამის შესახებ მათი მხრიდან და ესეც უნდა იყოს. უბრალოდ მათ დიდი ინტერესი აქვთ პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკის. თუ რა ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების და ამაზე იყო ლაპარაკი ამერიკის დელეგაციასთან და ელჩთან შეხვედრისაც. ხედვა, რომელიც რეალურად საგარეო პოლიტიკური ხედვა, რომელიც საქართველოს გარანტირებულად, კიდევ ერთხელ ვთქვი, გარანტირებულად წაიყვანს ევროპული ოჯახისკენ. სწორედ აქაც ამ კონფერენციაზეც, რომელიც სტარტდება პრაღაში, ამაზე გვექნება საუბარი. და რა თქმა უნდა, ძალიან ვითარება იმდენად საინტერესოა ყველასთვის და ასევე მყიფეც, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად ვნახეთ ის სიძულვილის ნიაღვარი, რომელიც მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან იმ შეხვედრებზე, რომელიც გამართეს თქვათ სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს, ეს პირდაპირ იყო კაცთმოძულეობის მართლა დიდი გამოვლინება ამ ლიდერების მხრიდან და რა თქმა უნდა ყველას აქვს შეკითხვა ეს პარტია, ეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აი ესე უპირისპირდება საკუთარ ხალხს და რამდენიმე მათგანს წამოწდაც კიდევაც, რომ ჩვენი ოპონენტები არის ჩვენი ხალხიო და ეს აბსოლუტურად სწორია. ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო მისიები იღებენ სწორედ უდიდეს პასუხისმგებლობას თავის თავზე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, მაგრამ რეჟიმი უძულური იქნება, თუ კი საზოგადოება იქნება მთლიანი და ამ არჩევნებს ექნება უპრეცედენტოდ მაღალი დაკვირვება. ვერავინ, კიდევ ერთხელ ხაზგაუსმან, ვერ შეძლებს ხალხს მოპაროს საკუთარი არჩევანი. ეს არ განმეორდება ისე, როგორც მოხდა თუნდაც 2008 წელს. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, როგორც ჩვენი საქართველოს საზოგადოების, ისევე მთელი მსოფლიოს. სწორედ ამიტომაც ყველანი მოვემზადოთ სერიოზული, გააზრებული არჩევანისთვის, რომლის შემდეგაც გავაგრძელებთ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ მართლაც ჭეშმარიტად ეროვნული სახელმწიფოს შექმნას. ბატონო ირაკლი, გესაუბრებიან თუ არა უცხოური პარტნიორები არიან თუ არა დაინტერესებული ქართული ოცნების იმ ნაწილით, რომელიც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას და რომლის მიმართაც გარკვეული კრიტიკა იყო ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მომხრეების მხრიდან იყო არაერთი კითხვა. იგულისხმება ის თუ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ოსები და აფხაზები გახდნენ რეალურად მოლაპარაკების მხარე, განსაკუთრებით თქვენი მისამართით გაისმის კრიტიკა. მოდით ძალიან მოკლედ, რა კი პრაღიდან გვერდობით და მე გპირდებით, რომ როდესაც ჩამოხვალთ საქართველოში ამ თემაზე აუცილებლად ვრცლად ვისაუბრებთ ამ სტუდიაში. ძალიან მოკლედ, როგორ აღწერთ მთავარ არსს თქვენი პროგრამის ამ ნაწილის და მხარედ როგორ წარმოგიდგენიათ ოსები და აფხაზები მოლაპარაკებაში? კი ბატონო. ძალიან დიდი ინტერესია ქართული ოცნების ამ ხედვის მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ რომ აბსოლუტურად უიმედო დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ და მისი პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ქვეყანა მართლა ჩიხში შეიყვანა და მოლაპარაკების პროცესი თავად სააკაშვილის წინ დაუხედავმა ნაბიჯებმა აფხაზებთან თუნდაც ოსებმა შეიყვანა მთლიანად მოლაპარაკების პროცესი ესეთ ჩიხში. მათ მიმართ აბსოლუტურად უიმედო დამოკიდებულება, ამიტომაც არის ძალიან დიდი ინტერესი სწორედ რა ხედვა აქვს ქართულ ოცნებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩართული ვიყავით მოლაპარაკების პროცესში, როდესაც გაჩნდა პერსპექტივა რეალური, გულწრფელი, ორმხრივი დიალოგის. ჩვენი ხედვა არის ძალიან მარტივი. ჩვენ თუ გვინდა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა, პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები ადამიანებს შორის, ხალხს შორის. სწორედ ამიტომ თავარი ამოცანა ჩვენთვის იქნება წინ წამოვწიოთ ეკონომიკური, სავაჭრო, ინფრასტრუქტურული ურთიერთობები ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. ჩვენ გავიხსენოთ თუნდაც ერგნეთის ბაზრობამ როგორ დააახლოვა ქართველები და ოსები ერთმანეთს. ჩვენ ერგნეთის ბაზრობა კი არ უნდა დაგვეხურა, არამედ უნდა მოგვეწესრიგებინა ლეგალურად და კიდევ რამდენიმე ესეთი ბაზრობა უნდა გვაგახსნა უკვე აფხაზეთთან და გქონდა ამაზე საუბარი, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ეკონომიკური ზონა გალში და ოჩამჩირეში და ზუგდიდში. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყარა სააკაშვილმა. ჩვენ ვიძახით, დავიბრუნებთ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენს ურთიერთობებს სწორედ ვაჭრობის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურული პროექტების წინ წამოწევით. ზუგდიდზე როცა ვლაპარაკობ, ზუგდიდში აშენდება რეგიონალური, კავკასიური მასშტაბის საავადმყოფო, რომელიც უფასოდ მოემსახურება აფხაზებსაც და ადგილობრივ ზუგდიდელებს. 100 მილიონი, რომელიც ჩაიდება ზუგდიდის ეკონომიკაში, კერძო ინვესტიცია, პირველ რიგში მომხიბლავს და მიმზიდველს გახდის აფხაზებისთვის, ჩვენთან, ქართველებთან ურთიერთობას და რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ ურთიერთობა ჩვენთან, ვიდრე დარჩნენ რუსული ოკუპაციის და ჩექმის ქვეშ. ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამაზე აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული
გეგმის განხორციელება მოხდეს უკვე ხელისუფლების მხრიდან. ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ზალა, რომელსაც ესმის და უნდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დაახლოება. აქ რა თქმა უნდა ევროკავშირის როლი იქნება განუზომლად დიდი და სწორედ აქცენტები გადატანილი იქნება, კიდევ ერთხელ ვეთქვი, სავაჭრო, ეკონომიკური და ადამიანური ჰუმანიტარული ურთიერთობების მაგრამ რაც შეეხება მხარეებად მათ წარმოდგენას მოლაპარაკებებზე აფხაზეთის და ოსური მხარის წარმომადგენლები ისედაც ითვლება უკვე დიდი ხანია მხარედ მოლაპარაკებებში. ამას კითხვის ნიშანი არ აქვს და მე ხანდახან მიკვირს ისე უტიფრად გამოდიან ზოგიერთი უშუალოების საბჭოს თუ სხვა წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროსი და ატყუებენ ხალხს, რომ თითქოს მხარედ არ არის აღიარებული აფხაზეთი და ოსეთი მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის საერთაშორისო აღიარებაზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარანტირებული არ აღიარების პროცესი. გამორიცხულია ვინმე აღიაროს აფხაზეთი, ოსეთი როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მაგრამ სწორედ მხარედ აღიარება მოლაპარაკებაში ნიშნავს, რომ ჩვენ საშუალება გვექნება დიალოგის, საუბრის. როდესაც ხვდებოდნენ ჟენევის ფორმატში ქართული და აფხაზური მხარე, ის ნაღიარებია როგორც მხარეები მოლაპარაკებაში. ამას არ ჭირდება ეს განზრახ შეყავთ შეცდომაში საზოგადოება. ამაზე აღარ გავაგრძელოთ. ჩვენთვის ისეთივე მხარეებად არიან დღეს ისინი იგივე ჟენევის მოლაპარაკებებში როგორც საქართველო და რუსეთი. სავაჭრო ეკონომიკურ კონტექსტში. ბოდიშვიხტი იქნებ გაიმეოროთ შეკითხვა. აუცილებლად ისეთივე მხარეებად არიან დღეს თქვენ როგორც ამბობთ ისინი მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებებში წარმოდგენილი როგორც საქართველო და რუსეთი, რაც ოფიციალურად ითვლება კონფლიქტის მხარეებად, ყოველ შემთხვევაში ქართული ხელისუფლება. უნებრივი არა, საქართველო და რუსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, სუვერენული სახელმწიფოები არიან. მიუხედავად იმ რეალობისა, სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შემდეგ 1/3 ჩვენი ტერიტორიის დღეს ოკუპირებული აქვს რუსეთს. სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შემდეგ, მიუხედავად ამისა, რეალობა რო ესეთია. ჩვენ მაინც ორი სუვერენული ქვეყანა გვაქვს და აბსოლუტურად სხვა წარმომადგენლობა, სხვა წონა გვაქვს მოლაპარაკებაში. როგორც ორ სახელმწიფოს, მაგრამ ისინი მოლაპარაკების მხარეები არიან. ჩვენ, მე არ მესმის ლოგიკა საერთოდ სააკაშვილის პოლიტიკის. თუ არ დაელაპარაკე აფხაზს, თუ არ დაელაპარაკე ოს, აბა როგორ მოაგვარებ მათთან ურთიერთობას? როგორ დაიწყებ პერსპექტივაზე ლაპარაკს ჩვენი თანაცხოვრების? ეს არის აბსურდი, რასაც დღეს სააკაშვილის და მათი პოლიტიკა ლაპარაკობს, რომ ჯერ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და შემდეგ მოლაპარაკებები აფხაზებთან და ოსებთან. ეს არის გამორიცხული, ეს არის ჩიხი და სწორედ ამიტომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დაწყებული ამერიკელები და დამთავრებული ევროპელებით უიმედოდ მიიჩნევენ საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკს სააკაშვილთან. აღარც კი ელაპარაკებიან. დიდი ბოდიში, ერთი რამ უნდა დავაზუსტო, რომელიც მიიყვანს მიზნამდე საქართველოს ინტერესებს. ერთი რამ უნდა დავაზუსტო, გულისხმობთ მოლაპარაკების მხარეებს თუ გულისხმობთ კონფლიქტის მხარეებს? უნდა იყვნენ თუ არა აღიარებული კონფლიქტის მხარეებად. მოლაპარაკებაში მხარეებზე ძალიან ნათლად მინდა ჩამოვაყალიბო ეს. გასაგებია. ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარი ლაფანყურის ისტორიასთან დაკავშირებით. ძირითადი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ იყო და არის ის, რომ ოფიციალური ინფორმაცია არის ძალიან მწირი. საინტერესოა რომ ყოფილიყავით თქვენ ხელისუფლებაში და მსგავს ისტორიასთან რომ გქონოდა საქმე. როგორ ფიქრობთ, საჭირო იქნებოდა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება თუ არა? თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში. ბუნებრივია, როდესაც ესეთი საგანგებო ვითარება არის, სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელები არა ისე არაკომპეტენტურად, როგორც ახლა აკეთებენ სწორედ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელები, უნდა აწოდებდნენ ამომწურავ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, იმ საიდუმლოების დაცვით, რაც აუცილებელია ესეთი სპეციალური კონტერორისტული თუ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისა, მაგრამ საზოგადოება არ უნდა ჩააგდო პანიკაში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ლოკალიზებული არის თუ არა ეს ჯგუფი. მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება, თუ მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა, რატო, ვინ ჩაატარა მოლაპარაკება, რატო იყო განადგურების ოპერაცია ჩატარებული, არა აყვანის, რაც მეტ ინფორმაციას მოგცემდა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს შეკითხვები კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. და კიდევ ერთხელ ხაზს უსმავს, რა უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურები არიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორ არაფრად არ უღირთ ადამიანის სიცოცხლე. ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებსაც კი არ გააგებინეს თავის დროზე, იმდენხანს მალავდნენ, რომ ეს გარდაცვლილები ყავდათ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ, უპასუხისმგებლო ხალხთან საქმე ხელისუფლებაში და ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს. სწორედ ამიტომაც ოქტომბრის არჩევნებისკენ მოუწოდებ კიდე ყველას. გვაქვს შანსი დავიწყოთ ახლიდან, გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს შენება და ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ეს არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ესე კაცთმოძულეობით, სიტყვებით, გამოსვლებით ესაუბრებიან საკუთარ ხალხს. თქვენც მოგიხსენიათ
ფობიას, საკუთარ შიშებს, საკუთარ სისუსტეს არ პატიებენ საკუთარ ხალხს. თქვენც მოგიხსენიათ საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ზუგდიდში გამოდიოდა სიტყვით, როგორც ვითომ უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, დედაჩემის გვარი მაინც არ კონდესო, თქვა მიხეილ სააკაშვილმა. რა შანსი გაქვთ რეალურად ზუგდიდში? ყავთ საკმაოდ გავლენიანი კონკურენტი, რომელიც თქვენ კი არ მიგიჩნევთ მოპირისპირე მხარედ, არამედ ქართული საზოგადოებაა, ჩემი ოპონენტიო ამბობს. გულისხმობ ახალა ის. მე ერთ რამეს ვიტყოდი, უბრალოდ იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ზუგდიდელებისთვის და ზოგადად მეგრელებისთვის და იმ კუთხისთვის სააკაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისიც კი თქვა, რომ თურმე სამეგრელოს გვირგვინი ლაზიკაა და მე მინდა შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ სამეგრელოს გვირგვინი იყო და იქნება ზუგდიდი. მისგან მივიწყებული ზუგდიდი, რომელიც გახდება ისეთი ძლიერი ეკონომიკურად წელში გამართული, რომ მართლაც ზუგდიდიდან დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, ჩვენი აფხაზების დაბრუნებას. მისგან განსხვავებით, რომლის პერიოდშიც ერთი ინვესტიციაც არ ჩადებულა სამეგრელოში. მისგან განსხვავებით, როდესაც 99 წელს ორჯერ მეტი დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში, ვიდრე დღეს ზუგდიდის მთელ სამეგრელოს რაიონში. აი ეს არის ის რეალობა და ძალიან შეურაცხყოფილი იყო მთელი ზუგდიდი მისი გამოსვლით. თუმცა ამას ვერდიქტს გამოუტანს საზოგადოება ამ ყველაფერს 1 ოქტომბრის არჩევნებში. თუმცა სამეგრელოს განწყობა გამოჩნდება ალბათ 22 სექტემბერს. ძალიან დიდი მოლოდინია საზოგადოების მხრიდან ზუგდიდის აქციის მიმართ, დიდი მოლოდინია, ეკა. ეს ითვლება ყველაზე მგრძნობიარე რეგიონად, ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონად. ყველანი ვემზადებით ამ დღისთვის, მთელი სამეგრელო, მთელი ზუგდიდი ემზადება ამ დღისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მართლაც განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ყრილობისგან, რომელიც კასტმოძულეობით იყო სავსე, ეს იქნება დიდი სოლიდარობის, დიდი ადამიანური თანაგრძნობის, დიდი სიყვარულის გამომვლენი ღონისძიება, რომელიც მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოში განაწყობს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ და არა ერთმანეთის განადგურებისკენ, როგორც იმუქრებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი ალასანია გვერდთვებოდა დიდი მადლობა თქვენ, კარგად ბრძანდებოდეთ. ის პასუხობდა სწორედ მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.